როდესაც არის თქვენ ცხოვრებაში პრობლემები ურთიერთობებში, როდესაც არის ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ, ეს არ არის შემთხვევით უბრალოდ და ერთ დღეში გაჩენილი. ეს არის სამი და ცნობიერების დონეზე, რაც გასწავლეს, რაც შენ დაიჯერე და რწმენა, შეხედულებები და ფასეულობები რაც ჩამოგიყალიბ და ამის მატერიალიზაცია ხდება ცხოვრების ამ მომენტში შენს ცხოვრებაში. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ეს შევცვალოთ, ჩვენ ექიმთან რომ მივდივარ წამალს გვიწერს და ის მიზეზ კი არ ეძებს რეალურ მიზეზს, არამედ შედეგს კურნავს. შედეგი ყოველთვის იქნება დადგება ყოველთვის ერთს განკურნავ მეორე გაჩნდება, მეორეს განკურნავ მესამე, იმიტომ რომ ჩვენ არსში არ ჩავდივართ, ფესვში არ ჩავდივართ. რა პროგრამა განაპირობებს, რა შეაწყობს დაავადება ჩემს ხელს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ 3D მატრიცის ჯანმრთელობის, ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, ვითომდაცვის ეგრეგორულ სისტემას ჩავეხსნათ, რა არის ამისთვის საჭირო. ან ურთიერთობები რო ავიღოთ, ურთიერთობებში პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენი ის პროგრამები, ჩვენი შეხედულებები, ჩვენი ფასეულობები თუ მსგავსი რწმენა მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს იმ სასურველი რეალობის შექმნას, რაც გვინდა რეალურად იყოს. ამისთვის რა არის საჭირო? ამისთვის პრობლემიდან გამოღვიძება, ჯანმრთელობისთვის რა არის საჭირო? დაავადებიდან გამოფხიზლება, გამომხიზლდეთ უნდათ, იმიტომ რომ პრობლემას ვერ ამოვხსნით ჩვენ იმ ცნობიერების დონეზე, რომელიც ის წარმოიქმნა. აუცილებელია გადავიდეთ 3D-ში. ისედაც პრობლემა 3D-ს ცვლილება არ შეიძლება. შენ შეგიძლია თამაში რო აიღო მაგალითად, რაღაცას ხო თამაშობ, არ ვიცი, ახლა რომ მიყურებ, ყოველ შემთხვევაში რაღაც თამაში კომპიუტერში ან მობილურში გითამაშია. თამას აქვს დონეები და მას აქვს პირობები. ამ თამას გააჩნია თავისი პირობები. 3D-ს აქვს ასეთი პირობა, ის არის ტანჯვის სისასტიკის, ომის, ესეთი პირობა აქ გარემო ისეთია, რომ დესტრუქციული ენერგიების ილუზორული სპექტაკლი თამაშდება და შენ ამ სპექტაკლში იმიტომ ხარ, რომ რეზონირებ ამასთან. და თუ შენ გინდა ამ სპექტაკლიდან, ამ თამაშიდან, ანუ პირველი ლეველი ავიღოთ, ან მე-5 ლეველზე ხარ, ან მე-99 ლეველზე, თუ გინდა გადასვლა, წინა ლეველი უნდა დახურო ისე, რომ იქ ყველაფერი იცოდე. აი ზუსტად ჰაერში სალტოებს აკეთებდე. ზუსტად ესეა 3D მატრიცა თავისი შინაარსით. უნდა იცოდე, რომ გადახვიდე შენს ახალ ლეველზე. შენს ახალ ლეველზე რომ გადახვიდე, შენ უნდა ისწავლო ამ მატრიცის შინაგანი, როგორ მუშაობს ეს, როგორ მუშაობს ის პრობლემა, რომელიც შედეგად დადგა ურთიერთობებში იქნება ეს ჯანმრთელობაში თუ ფინანსებთან დაკავშირებით. როგორც შინ ამას ჩაწვდები, გაასუფთავებ, შენი ცნობიერებას უკვე სხვა დონეზეა და აღარ გჭირდება ეს გაკვეთილები, ეს სცენა და ეს თამაშები, შენ გადადიხარ უკვე სხვა ენერგია გაქვს, აღარ ხარჯავ შენ დესტრუქციულ მიმართულებით შენს ენერგიას და გადადიხარ უკვე მაღალ ცნობიერებაში და მაღალ ლეველზე, თამაშის მაღალ ლეველზე, სადაც ხდები შემოქმედი. თუ აქამდე შენ უნარჩვევების შეხედულებები და წარმოდგენები გმართავდა და ავტომატურად ცხოვრობდი 3D-ში, ეს არის ციხე, ეს არის ჯოჯოხეთი. ეს არის ის, რასაც მძინარედ ცხოვრობ. და როგორც კი შენ აცნობიერებ დამკვირვებლობას და 4D-ს და იძენ უნარჩვევებს 4D-ში იმისთვის, რომ 5D-ში აღმოჩნდე 5D, უკვე არის შემოქმედება. თუ აქამდე შენ ავტომატურად ცხოვრობდი 5D-ში, უკვე შენ ხარ შემოქმედი და მე თანაშემოქმედი ხდები ღვთიური ენერგიის გამტარი, იმიტომ რომ ყველაფერი სამყაროში სინათლეა. სინათლე, კვანტური შესაძლებლობების უზარმაზარი ველია. სინათლე ხარ, სინათლეში უბრალოდ ლეველები აქვს, დაბალ სიხშირეზე ხარ, დაბალ სიხშირეზე ეს თამაშის პირობებია, შენი ამოცანა ეს სინათლე რო ხარ შენი ბუნებით, მოიცილო, განიძარცო, განთავისუფლდე ამ დაბალი სიხშირის პროგრამებისგან და გადახვიდე შემდეგ ლეველზე, სინათლის შემდეგ ლეველზე, სადაც უსაზღრო შესაძლებლობების
კვანტური ველიდან შენ აირჩევ და შექმნის ასურველ რეალობას. ეს არის შემოქმედებითობა. ეს არის 3D-დან გამოღვიძება და 4D-ში გადასვლა. ეს არის კურსი, რომელიც გამოაფხიზლებს ადამიანს იმ როლებიდან, იმ გაჭირვებიდან, იმ გაურკვევლობიდან, რომელშიც ის იმყოფება და პასუხი ვერ გაუცია რა ხდება მის ცხოვრებაში. ძალიან მიყვარხარ და ესამყაროებით თამარს და გელოდებით კურსზე დიდი სიყვარულით, მადლიერებით და დავიწყოთ ერთად გამოღვიძება 28 დღე ნაბიჯ გავივლით პრაქტიკები, დავალებები, სავარჯიშოები, მედიტაციები, რომელიც შენ 3 დღე ცნობიერების ტყვეობიდან, პროგრამებიდან, ყველაფერს აი დეკოდირებას გააკეთებს, დემონტაჟს გავაკეთებთ ყველაფრის, რომ მე შევძლოთ და ეს კვანტური ველის შესაძლებლობები, რომელიც კვანტურ ფიზიკაში გვევლინება დამკვირვებლის გარეშე, როგორც სუფთა პოტენციალი და ტალღები ვაქციოთ მყარ მატერიალურ ნაწილაკებად უკვე სუფთა ცნობიერებიდან და თქვენს ცხოვრებაში სასურველი რეალობა ჩადგეს რიგში თქვენთვის და თქვენი გარშემო მყოფებისთვის სასიკეთოდ. კიდევ ერთხელ უყვარხარ და ესამყაროებით თამარს რეგისტრაცია გაიარეთ, ძალიან მალე ვიწყებთ 28 დღიან კურსს.